დილა მშვიდობის. მოგესალმებით, გრძელდება დილის პალიტრა, საინტერესო ამბებით და სიახლეებით. ახლა ვისაუბროთ პარიზის მოდის კვირაულზე, სადაც თინათინ მაღალაშვილმა მიიღო მონაწილეობა ისევ როგორც დანარჩენმა სამმა ქართულმა ბრენდმა. თინათინ მაღალაშვილის კოლექციამ გაიმარჯვა საუკეთესო ქალის სამოსის კატეგორიაში და მოკლედ ამ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ამბებზე იმყოფება ახლა თავად თინათინი ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა რომ გვიძმობთ დროს. გილოცავთ, ძალიან სასიხარულო არის პარიზის მოდის კვირაულზე მარტო მონაწილეობა და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა ამ ნომინაციით დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. როგორ ჩაიარა ამ ყველაფერმა? მოგვიყავით პირველ რიგში და შემდეგ უკვე მივყვეთ დეტალებსაც. კი ბატონო, როგორც უკვე აღნიშნეთ, 3 და 4 ოქტომბერს ზოგადად პარიზის მოდის კვირაულის ფარგლებში ტარდება ხოლმე ძალიან ისეთი მრავალფეროვანი პროგრამა. ანუ არის ერთი ძირითადი ღონისძიება და პარალელურად არის ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება, სადაც სხვა დიზაინერებს აქვს შანსი რომ მიიღონ მონაწილეობა, წარადგინონ კოლექციები. ხო, იყო გაზაფხული ზაფხული 2026 და ზუსტად პარიზის მოდის დღეების პარტნიორი ორგანიზაცია ვართ ჩვენ, საქართველოს მოდის კვირაულს წარმოვადგენ ამ ეტაპზე მე და ყავდა 4 ქართული ბრენდი წარდგენილი. ეს იყო თინათინ მაღალაშვილი, ჩემი მოდის სახლი, ასევე ხარჩის კოლექცია იყო წარდგენილი, ლიმას ენჯელსი და მოდებაძე 91. ლიმას ენჯელს ჰქონდა ძალიან საინტერესო სოციალური პროექტი წარდგენილი, იმიტომ რომ ეს ახლა ოქტომბერია და როგორც გეხსენებათ ვარდისფერი ოქტომბერი მსოფლიოში ცნობილია როგორც ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების მხარდაჭერის თვე და პოდიუმზე იყვნენ პაციენტები გამოსული, მხარდაჭერები ამ ორგანიზაციის. ანუ საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა იყო. ასევე ყავდა წაყვანილი ჩვენი ჯგუფი ვიზაჟისტების, ფოტოგრაფების. თქვენ ახლა ხედავთ ეკრანზე გოგა მიქელაძის ფოტო და ვიდეო ფანტასტიკურ მასალას, რომელიც ნელ-ნელა გამოქვეყნდება ჩვენ სოციალურ გვერდზე. ეს იყო სასტუმრო ათენ პლაზა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო პარიზში. საკმაოდ ლამაზად ჩატარებული ფოტოებზეც ემჩნევა, მე თქვენ ისე მომწონს რო უყურებ ფოტოებს. საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარებული, უკვე ველოდებით პრესის გამოხმაურებას, იმიტომ რომ რამდენიმე უცხოური პრესა უკვე შეგვახმიანა და აპირებს ჩვენი ღონისძიების გაშუქებას. რაც შეეხება ნომინაციას, ქალის საუკეთესო სამოსის ნომინაცია, ეს რა თქმა უნდა ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ნახეთ როგორი რამეა, აი ცოტა მერიდება ხოლმე ჩვენ იმდენად მძიმე პოლიტიკურ სიტუაციაში ცხოვრობთ, რომ ხმამაღლა მერიდება ხოლმე ამ ჩვენი წარმატებების აღიარება, როდესაც ესეთი სიტუაციაა და ესე ჩუმჩუმად ვდებთ ხოლმე ჩვენ სოციალურ გვერდზე, რა თქმა უნდა ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინერისთვის, ასევე ხარჩის გადაეცა, ბრენდ ხარჩის გადაეცა მდგრადი მოდის განვითარებისთვის პრიზი და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, საქართველოს მოდის კვირაული ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვაძლევთ ბრენდებს შანსს, რომ მიიღონ პარიზის და მილანის მოდის კვირაულზე მონაწილეობა, იმიტომ რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, ეს გაზაფხული ერთი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე ვაძლევთ შანსს ბრენდებს, რომ მილანი და პარიზში მიიღონ მონაწილეობა. ეხლა დაგვემატა უკვე მადრიდის ლოკაცია, მადრიდის მაღალი მოდის კვირაული და მინდა გითხრათ, რომ ქართველებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთგვარი ინტეგრაცია ევროპულ მსგავს ღონისძიებებზე, იმიტომ რომ გადაგეხედათ კულისებში, გაგიკვირდებოდეთ იმდენი ქართველი ვიყავით. ჩვენამდე ქეთი ჩხიკვაძემ წარადგინა საკუთარი ფანტასტიკური კოლექცია წარადგინა ქეთიმ და ესეთ ქართული ბექსტეიჯი გქონდა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ვიზაჟისტები, ფოტოგრაფი, დიზაინერები, ჩვენი მოდელები, ასე ვთქვათ, მოდელებსაც ვაძლევთ საშუალებას, რომ თავი გამოიჩინონ პარიზის მოდის კვირაულის პოდიუმებზე, სხვადასხვა ლოკაციებზე და ნუ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი პლუსი საქართველოს მოდის კვირაულისთვის, ეს არის ძალიან დიდი პლუსი, რომ ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, ხელი შეუწყოთ დიზაინერებს, ვიზაჟისტებს, ფოტოგრაფებს, მოდელებს და სხვადასხვა
ამ დარგის სხვადასხვა სპეციალისტებს, რომ საკუთარი თავი წარადგინონ ევროპის მოდის კვირეულებზე და გააცნონ საკუთარი ესე რომ თქვა კულტურა დიდი შესაძლებლობა ეს ნამდვილად ვინც აი ამ სფეროში მოღვაწეობს და საინტერესო იქნება თქვენს გეგმებზეც რომ ვისაუბროთ აი ამ წარმატების პარალელურად ასევე მომავალში რა არის ის გეგმა რომელიც აქამდე არ განხორციელებულა და უშუალოდ ის რაღაც კონკრეტული ნაბიჯები ან ზოგადად რა არის თქვენი სამომავლო გეგმა რომელიც უკავშირდება აი ამ საქმიანობას ყველაფერი რაც კი არსებობს ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი უკავშირდება ამ საქმიანობას იმიტომ რომ 26 წელი ამ სფეროში ვარ და შესახორცებული მაქვს მთელი ეს პროცესები პანდემიის დროს ძალიან დავიჩაგრეთ დიზაინერები იმიტომ რომ თუ დიზაინერმა არ იგრძნო ის ცოცხალი ემოცია რასაც განიცდი ბექსტეიჯ კულისებში რასაც განიცდი როცა შენი მოდელები გადიან როდესაც აპლოდისმენტებს იღებ ნუ ეს არ ვიცი ეს არის საოცარი ემოცია რომელიც აი არ ვიცი გენატრება და კვირეულიდან კვირეულამდე იბრძვი რომ ზუსტად ეს ემოცია განიცადო. ესე იგი ჩვენი გეგმები არის რა თქმა უნდა მთელი წელი გვაქვს ხოლმე გაწერილი დიზაინერებს. ამ შემთხვევაში მე მოდით მხოლოდ როგორც დიზაინერის არ ვილაპარაკებ, ვისაუბრებ როგორც მოდის კვირეულის დამფუძნებელი. ეხლა გვაქვს 8 და 9 ნოემბერს შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდება საქართველოს მოდის კვირეულის მე-6 სეზონი. ჩვენი მიმართულება არის როგორც უკვე აღნიშნე ახალი სახების აღმოჩენა, მათი ხელშეწყობა. ჩვენ თვალწინ ვითარდებიან და იზრდებიან ბრენდები, რომლებსაც ჩვენ მერე შემდეგ ვუწყობთ ხელს სხვადასხვა პლატფორმებზე. დღეს მაგალითად გაფრინდა ხარჩი ყაზახეთის მოდის კვირეულზე შიმკენში ტარდება. შემდეგი უკვე მთავარი ყაზახეთის მოდის კვირეული ეს არის 12 და 13 ნოემბერს, სადაც მე ვარ მიწვეული და წარმოადგენს ზუსტად ამ კოლექციას რაც ჰქონდა პარიზში, რა თქმა უნდა, უფრო ფართო სახით. შემდეგ უკვე 25 იანვარს არის მაღალი მოდის კვირეული პარიზში, ბურბონის გალერეაში ჩატარდება და უკვე როგორც ვიცი ეს მიწერილი უკვე საბუთები მზადდება რომ ეს ჩაჯდეს ოფიციალურ კალენდარში. მაღალი მოდის კოლექციის მზადება უკვე და მიდის ჩვენთან სახელოსნოში და აქაც რამდენიმე ქართულ ბრენდს წარვადგენთ. ჯერჯერობით არ დავასახელებ, იმედია კიდევ მოხდები თქვენთან გადაცემაში მანამდე და აუცილებლად გეტყვით რომელი ქართული ბრენდები იქნებიან წარდგენილი. რა თქმა უნდა ესეთ დროს პრესის გაშუქება ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რა თქმა უნდა იანვრის ციც აუცილებლად იქნება გაშუქებული. კიდევ გვაქვს ერთი სიახლე საქართველოს მოდის კვირეულზე ჩამოდიან ამერიკიდან ჩვენი თანამემამულეები, ქართველი გოგონები, რომლებიც ნიუ-იორკში აკეთებენ პარალელურ პროექტს, ეს არის GeoInstyle არის ესეთი კომპანია, რომელიც ნიუ-იორკში აკეთებს Black Sea Fashion Weeks, რომელიც ორიენტირებულია ქართველი დიზაინერებისთვის, ხელშეწყობისთვის. ისინი ჩამოდიან საქართველოში, რომ დაესწრონ საქართველოს მოდის კვირეულს და მათ უნდა შეარჩიონ ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც წაიყვანენ და წარადგენენ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე. ნუ შესაბამისად იქ რამდენიმე ქართული ბრენდი წარდგება, ეს იქნება 6 ივნის. მოკლედ ზაფხულამდე ჩავედი, იმდენად დატვირთულია ჩვენი. კარგი შეკითხვა დამისვამს ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვისმინე თქვენგან. ახლა კი უშუალოდ თან თქვენს ნომინაციაზე რომ ვისაუბროთ და ამ ნომინაციაში ამ წარმატებაზე რამ განაპირობა ზოგადად ამ ნომინაციაზე და საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართველების, არამედ უცხოელთა შეფასებები და როგორც თქვენ მნიშვნელოვანია ძალიან ის ემოციები, რომელსაც იღებთ მაყურებლისგან აი ამ ყველაფერზე რომ ვისაუბროთ. პირველ რიგში ნომინაციაზე იქნება. კი ბატონო, ნახეთ როგორი თემა ზოგადად ნომინაცია რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს დიზაინერის ისტორიაში იწერება და როდესაც პარიზის მოდის პალატას უგზავნი, შენს მონაცემს რო ჩაქვსვან კალენდარში და ასევე იტალიის მოდის პალატას როცა უგზავნი, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი აისახება შენ რა და როგორ გაქვს მიღებული. 26 ქვეყანაში მაქვს ჩვენებები გამართული, რომ არის ქვეყნები სადაც 3-ჯერ ვარ ჩასული და ჩემ მოღვაწეობა საკმაოდ გრძელია და საკმაოდ ბევრი ნომინაცია, ბევრი დაფასება, ასე ვთქვათ, მაგრამ აი ყოველი ახალი ჩემთვის არის ძალიან დიდი სტიმული, რომ გავაგრძელო მუშაობა, რომ შექმნა რაღაც ახალი ამ კოლექციას რაც შეეხება დღემდე მწერენ, რომ საოცარი ნამუშევარი, საოცრად ქალური სილუეტი, აი არ ვიცი, იმდენი კომპლიმენტი მოდის ხოლმე და
ეს დიზაინერისთვის არის ძალიან დიდი სტიმული. აი შეიძლება იფიქროთ, რომ ამდენი წელი ახლა პოდიუმზეა და ამდენი წელია მუშაობს და შეიძლება მეც ვფიქრობ, რომ რატო არის მნიშვნელოვანი ყოველი ნაბიჯი, ყოველი აი შეფასება და გეტყვით რატომ. ანუ როგორც კი როგორც კი დიზაინერი აღმასვლას გააჩერებს და ერთ ხაზზე გაჩერდება, ის უკვე მე ვფიქრობ, რომ მისი წყარო ჩავლილია და ამიტომ ეს ჩემი აზრია. აქტიურად ყოფნა მნიშვნელოვანია. სულ ვეძებ, სულ ვფიქრობ, სულ ახალ-ახალ მეებს ტექნიკას ვეძებ, რომ ეს იყოს ძალიან საინტერესო გამორჩეული. და ესეც ცოტა რადგან დაგვრჩა მინდა რომ ავასწროთ ჩვენს მაყურებელს რაღაცნაირად მინდა რომ ავხსნათ, ვინც არ ერკვევა ამ ყველაფერში, როგორ ხდება ტექნიკურად თუნდაც მონაწილეობა პარიზის მოდის კვირეულზე. რა არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რაც შეუძლია ასე რომ ვთქვათ დაინტერესებულ თუნდაც დამწყებ დიზაინერს რომ გააკეთოს, რადგან ეს მისი კარიერის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მოკლედ მე რაღაცნაირ რჩევები და რეკომენდაციები მიაწოდეთ თუ როგორ უნდა მოხვდნენ პარიზის მოდის კვირეულზე. მოდით დამწყებ დიზაინერებს ცალკე გამოვყოფ, იმიტომ რომ ჩვენ გუშინ ჩავერთეთ პროექტში 90 წლის თავი არის Yves Saint Laurent-ის მოდის სახლის და 90 წლის თავისადმი მიძღვნილი ძალიან ბევრი ღონისძიება იგეგმება ზაფხულში პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში. ჩვენ ვართ პარტნიორი ერთ-ერთი ორგანიზაციის, რომელიც ზუსტად ესეთ კონკურსს აკეთებს, კონკურსს კი არა, ახალგაზრდა დიზაინერებისთვის აკეთებს პროექტს და ჩვენ შემოგთავაზეს, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ კონკურსი, როგორც კი საქართველოს მოდის კვირეული დამთავრდება, ჩვენ უკვე ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ კონკურსი Yves Saint Laurent-ის თემაზე დამწყები დიზაინერებისთვის და გამარჯვებული პროექტი აბსოლუტურად უსასყიდლოდ პარიზში წარადგენს Yves Saint Laurent-ის მიძღვნილ პროექტში წარადგენს თავის კოლექციას. ნუ ეს ზუსტად როგორც დამთავრდა საქართველოს მოდის კვირეული, ჩვენ უკვე ამას დავაანონსებთ და დავიწყებთ ამ თემაზე მუშაობას, მაგრამ რაც შეეხება პარიზს, მილანს ნახეთ როგორ თემა, მთავარი არის სურვილი. და მთავარი არის ამ საქმის ძალიან დიდი სიყვარული. როდესაც მთავარი არის რომ არსებული კოლექცია ჰქონდეს დიზაინერს, იმიტომ რომ ჩვენთან მოდის ხოლმე ესკიზებს გვიგზავნიან, ანუ განაცხადები მოდის ესკიზით შეიძლება უბრალოდ დაიწყო, მაგრამ როდესაც დამწყები დიზაინერი ქვია, თუნდაც კოლექცია უნდა გქონდეს მზად, რომ მოგინდეს თქვა პარიზში და მილანში გასვლა. ამიტომ მოდი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ამზადებული, შექმნილი კოლექცია თავისი ლუკბუქით. შემდეგ ეს ლუკბუქი იგზავნება ჩვენთან, ანუ კონკრეტულად პარიზის მოდის დღეების ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში ვართ ჩვენ, საქართველოს მოდის კვირეული. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოგმართონ საქართველოს მოდის კვირეულის სოციალურ პლატფორმებზე, Instagram-ზე, Facebook გვერდზე მოგმართონ და ჩვენ შეგვიძლია უკვე დავაკვალიანოთ რა, როგორ და მაქსიმალურად შევძლებთ დავეხმაროთ, როდესაც სურვილია ახალგაზრდების მხრიდან რომ პარიზში და მილანში წარადგინონ საკუთარ კოლექციები. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მათაც რა თქმა უნდა უსწავლოთ წარმატებები უსურვებთ, ასევე თქვენ უამრავ წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა ყოველთვის გელოდებით დილის გადაცემაში, კარგი ამბებით. დიდი მადლობა. შევახსენებ, თინათინ მაღალაშვილი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით პარიზის მოდის კვირეულზე, 4 ქართველმა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა და მოკლედ კარგი შედეგებითაც დაბრუნდნენ. და როგორც გავიგეთ, მომავალშიც ბევრი გეგმა გვაქვს და არაერთი თანაც გეგმა უკვე ვიცით და შესაბამისად ამ გეგმების მერე უკვე სხვა წარმატებების შემდეგ ველოდებით ასევე ჩვენთან კიდევ ერთხელ